რა დროს ჭირდება SEO-ში შედეგების მიღებას და რატომ ჭირდება ეს დრო? როგორც მოგეხსენებათ, SEO არის პროცესი და SEO არის გრძელვადიანი პროცესი, არ არის მოკლევადიანი პროცესი. ანუ SEO-თი ჩვენ Google-ს ვაჩვენებთ, რომ ჩვენი ვებსაიტი არის მაქსიმალურად რელევანტური იმის, რაც მომხმარებელი ეძებს. და ბუნებრივია Google-ის ალგორითმები იცავს თავის მომხმარებლებს და თავისი საძიებო სისტემის ავტორიტეტს და აქედან გამომდინარე ცვლილებები Google-ში სწრაფად არ აღიქმება. ანუ თუ თქვენ იდეალურად გააკეთებთ ვებსაიტის on-page, on-site SEO-ს, ორ დღეში ვერ აღმოჩნდებით პირველ პოზიციაზე. ეს არის პროცესი, როდესაც Google-ის ბოტები ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან თქვენს ვებსაიტს, განახლებებს, აკვირდებიან მომხმარებელთა ინტერაქციებს, აკვირდებიან რამდენი ხანი ჩერდება მომხმარებელი, რომელი გვერდიდან სად გადადის, Chrome-ის user data-ს იღებენ, რამდენ ხანში იტვირთება ვებსაიტი და მსგავს მონაცემებს ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან, აფასებენ კონტენტის რელევანტურობას და ადარებენ თქვენს კონკურენტებს და ასევე აფასებენ off-page-ის ნაწილსაც, ანუ აფასებენ რამდენად თვლიან სხვა ვებსაიტები, რომ თქვენი ვებსაიტი არის ავტორიტეტული, მოკლედ რო ვთქვა. და აქედან გამომდინარე ეს არის პროცესი. ეს არის პროცესი, რომელსაც შედეგების მისაღებად სჭირდება მინიმუმ 3 თვე. 3 თვის თუ ვებსაიტს აქვს უკვე რაღაც შედეგები, მინიმუმ 3 თვეა საჭირო იმისათვის, რომ ხელშესახები შედეგები გამოჩნდეს და კლიენტმა დაინახოს, რომ პოზიციები იზრდება, ხოლო დაახლოებით 6 თვე მაინც არის საჭირო იმისათვის, რომ ნორმალური ბიზნესისათვის სასარგებლო და მომგებიანი შედეგები დადგეს. თუმცა ეს პერიოდი საკმაოდ ეს დრო ინდივიდუალურია, გამოითვლება სხვა თემატიკაში, სხვა კონკურენცია, სხვადასხვა და ასევე ვებსაიტებსაც სხვადასხვა სასტარტო პოტენციალი აქვთ. თუ მაგალითად თქვენი ვებსაიტი უკვე იმყოფება top 10-ში, შედეგების მისაღებად მას არ დასჭირდება 6 თვე. შედეგებს მიიღებს უახლოეს 3 თვეში, შესაძლოა 2 თვეშიც და 1 თვეშიც აიწიოს პოზიციება, მაგრამ თუ თქვენი ვებსაიტი არსად არ პოზიციონირებს, ახალი ვებსაიტი აქვს, ამ შემთხვევაში მინიმუმ 6 თვე არის საჭირო იმისათვის, რომ შედეგების მიღება დაიწყოს. ხოლო შედეგების მიღება შესაძლოა დასჭირდეს 1 წელი, 2 წელი, ან გააჩნია კონკურენციას. ეს ამდენი ხანი SEO სჭირდება იმისათვის, რომ პირველ რიგში Google-ის ალგორითმები მუშაობს მასე, ვებსაიტს უნდა აკვირდებოდეს რაღაც პერიოდის განმავლობაში, რათა მოახდინოს მისი პოზიციონირება და ცვლილებები არ აღიქმება მყისიერად, ანუ თქვენ თუ იდეალურად გააკეთეთ ერთ page-ზე SEO-ს, იმას არ ნიშნავს, რომ ხვალვე პოზიციაზე აიწევს ეს ვებსაიტი. ანუ Google სჭირდება რაღაც დრო იმისათვის, რომ თქვენი პოზიცია გაზარდოს. და ასევე მუდმივად აქვს Google-ს განახლებები, core update-ები. რამდენიმე თვეში ერთხელ, დაახლოებით 3 თვეში ერთხელ, 4 თვეში ერთხელ. Core update-ები არის დიდი update-ები, რომლებიც მთლიანად ინტენსიურად ამოწმებს საძიებო შედეგებს და ცდილობს მის გაუმჯობესებას. გარდა მაგისა, თუ თქვენ იწყებთ SEO-ს კეთებას დღეს, შესაძლოა თქვენი კონკურენტი SEO-ს აკეთებს 1 წელი, 2 წელი, 5 წელიც კი, ამერიკულ ბაზარზე ზოგიერთი კომპანია 10 და უფრო 10 წელი და უფრო დიდხანს აკეთებს SEO-ს. და თუ 1 წელი ან 2 წელი ისინი ყოველდღიურად აკეთებენ ამ პროცესს, ბუნებრივია თქვენ 1 თვეში ვერ შეძლებთ მათ გადასწრებას. SEO შედგება 2 ნაწილისგან, ერთი არის on-site, ერთი არის off-site. ანუ კონტენტის ნაწილი და შიდა ოპტიმიზაციის ნაწილი და ეს ამას სჭირდება დრო იმისათვის, რათა დაიწეროს კონტენტი, მოხდეს შიდა ოპტიმიზაცია და მოიცვას ყველა საძიებო სიტყვა, რაც არსებობს ამ სფეროში და მეორე ბექლინკების ნაწილი, რომელსაც უბრალოდ სწრაფად თუ გავაკეთებთ, პირიქით უკუშედეგს მივიღებთ. ანუ SEO სჭირდება გამოზომილი ქმედებების ჯაჭვი იმისათვის, რათა მოხდეს პოზიციონირება. ანუ ჩვენ Google-ს უნდა ვანახოთ, რომ ჩვენი ვებსაიტი არის იმ საძიებო სიტყვების მაქსიმალურად რელევანტური, რასაც მომხმარებლები ეძებენ, მაგრამ თუ ამას ხო ბევრი ცდილობს, თუ ეს მოგვივა სწრაფად, თუ
მოვახდენთ ზედმეტ ოპტიმიზაციას, ეს უკვე შედეგებს გამოიღებს პირიქით Google-ის ასებით იკრძალება ხელოვნური ქმედებების განხორციელება, რაც პოზიციონირებას განაპირობებს და აქედან გამომდინარე თუ ეს ყველაფერი არ ჩაჯდება მოცემულ ჩარჩოებში, თუ მოხდება ძალიან სწრაფად ან თუ მაგალითად 100 ბექლინკი გაკეთდება უცბად ან 1000 გვერდი დაემატება ერთ დღეში, ეს Google-ისთვის არაბუნებრივი იქნება და პირიქით უკვე შედეგებს მივიღებთ. ანუ ყველაფერი უნდა განხორციელდეს ნაბიჯ-ნაბიჯ, ნატურალურად. თითოეული ქმედების შემდეგ უნდა დავაკვირდეთ საძიებო სისტემის რეაქცია ჩვენ საიტთან მიმართებაში და სწორედ ამიტომ ამ პროცესს ჭირდება გარკვეული დრო, რომელიც არის ინდივიდუალური ყველა პროექტის შემთხვევაში. თქვენ შეგიძლიათ ჩვენთან ჩანიშნოთ ზარი და დაახლოებით რა დრო დაგჭირდება თქვენს პროექტის შედეგების მისაღებად, ამას გეტყვით აუცილებლად. პროექტები, რომელთაც ყავთ უკვე ორგანული ტრაფიკი, იქ მალევე ვიღებთ შედეგებს, ხოლო პროექტები, რომლებიც ახლებია და ჯერ არ პოზიციონირებენ, ან არიან 21-40 პოზიციაზე, იქ რა თქმა უნდა შედარებით უფრო დიდი დრო გჭირდება პოზიციონირებისთვის.